კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება ჩვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა ერთი ჩვენი დიდი წერალი გაგახსენოთ, პოეტი გაგახსენოთ თავისი შესანიშნავი შედევრებით და ერთი აქტივობაც გავაკეთოთ, თან წავიკითხოთ, თან შეგვიძლია დავწეროთ, დავხატოთ და გავალამაზოთ ჩვენი ფიქრები და აზროვნება. მოკლედ დღეს მინდა რომ შოთა რუსთაველი გავიხსენოთ, მართალია ზოგმა ალბათ უკვე გამოიცანით და შოთა რუსთაველის ამდენი ხნის პოემას, რომელიც მალე ალბათ უკვე 900 წლისაც კი გახდება, ვეფხისტყაოსანი მთლიანად დღეს ვერ მიმოვიხილავთ, ვერც წავიკითხავთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ აფორიზმები ვნახოთ. პატარა გამონათქვამები, რომელიც ბლომად არის ჩაბუდებული ვეფხისტყაოსანში და ამისთვის გაგაცნობთ ერთ წიგნს, რომელიც მამაჩემის ასაკის არის ზუსტად და 59 წლის წინ გამოცემული ლამაზი წიგნია აფორიზმების, სადაც არის დაწერილიც და დახატულიც შოთა რუსთაველის აფორიზმები. ძალიან ლამაზად გაფორმებული წიგნია და ეს თითქოს წიგნის დაბადების დღეც არის დღეს ამ წიგნის და მამაჩემის დაბადების დღეც იყო გუშინ და მამაჩემს მიუძღვნი ამ გადაცემას და ყველას ვისაც მოგეწონებათ. მაშას და ვინც დაიბადა კიდევ ამ დღეს ყველას უწონი. ნახოთ რამდენიმე აფორიზმი და მე შეგიძლიათ რომელიც მოგეწონებათ ამ აფორიზმებიდან ის აფორიზმი ჩაწეროთ ან ჩახატოთ, ლამაზად ჩაწეროთ, ხო? ხატვა და წერა თან მეგობრები არიან და ამ მეგობრობას თქვენი თვალით დაინახავთ. აი მაგალითად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გამონათქვამი თანასწორობის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითი კაცობრიობის ალბათ ისტორიაში, თან ლამაზად თქმული, ლეკვი-ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ნახეთ, თან ლამაზად წერია და ხატია და მეც აი ესე დავწერ დავხატე ეს პატარა აფორიზმი. აი აქაც კი მაწერია შოთა ლეკვი-ლომისა სწორია. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც დღევანდელობას ძალიან უხდება და ზუსტად დღევანდელობას გამოხატავს, ბოროტსას ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. როგორც კეთილზღაპრებში არის ხოლმე, რომ ბოლოს სიკეთე იმარჯვებს და ზოგჯერ დრო ჭირდება ხოლმე ამ გამარჯვებას, მაგრამ სიკეთე მაინც უფრო ძლიერია და უფრო კარგია. კიდევ ესეთი აი ბოროტსას ძლია კეთილმან ესე გამოიყურება. კიდევ არის ესეთი აფორიზმი კოკასაშიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების. თან ამ აფორიზმებს ჭირდება დაფიქრება. თვითონ ხო სიბრძნეა აფორიზმი და აზრები დევს, მაგრამ აზრსაც ჭირდება ფიქრი, რომ სწორად გავიგოთ. რაღაცას შევადაროთ, პარალელი გავავლოთ, მივხვდეთ, გავიაზროთ და გავიზიაროთ, ან საკუთარ თავშიც გავიზიაროთ. ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ხედ. თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. არის ესეთი აფორიზმიც. და კიდევ ნახოთ. აი ესეთი, ამით თავდება ეს წიგნი, აქ რამდენიმე აფორიზმია, ჩაწერილი, ჩახატული, როგორც გითხარით. ბოლოს არის ესეთი, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. აი, აქაც სიკეთის კეთებაზეა ხო აფორიზმები. მე ცალკე მაქვს ესეთი, ჩემო მეგობარმა მაჩუკა შოთას ბლოკნოტი და აქაც ქართულის აქტივობებს ვინიშნავ ხოლმე და ერთ-ერთი აქაც არის აფორიზმი ამ წიგნიდან ჩახატული, აი ესეთი, რომელიც ესე იკითხება, ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა. ან ჩვენ შეგვიძლია რომ სიკეთეს ვემეგობროთ და სიკეთე ვაკეთოთ და უფრო ბედნიერები ვიყოთ ამ სიკეთით. შეგვიძლია თქვენც ნახოთ აფორიზმები, შეგვიძლია შოთა რუსთაველსაც ჩაჭყიდოთ, გაიხსენოთ ან თავიდან აღმოვაჩინოთ და ნახოთ რამეს ვისწავლით, რამდენ სიბრძნეს აღმოვაჩენთ და შეგიძლიათ ლამაზადაც წეროთ და ხატოთ ეს აფორიზმები, რაც გააზრებაში კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება. დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარას გეუბნამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.